გამარჯობა, როგორც იცით, ვაგრძელებ იმ აბიტურიენტების დახმარებას, ვინც ეროვნულ გამოცდებზე ისტორიას აბარებს. მოდით, ისევ ვთქვით, რომ მივაქცევთ ყურადღებას ტექნიკურ დეტალებს, თავარია ის, რომ ამ ვიდეოებს, რომელსაც თქვენ მოусმენთ, ამ ვიდეოების დახმარებით ზღვარს გადალახავთ და ოპტიმალურ ქულებსაც დააგროვებთ. ასევე მივაწოდოთ ეს ვიდეოები მათაც, ვისაც დახმარება სჭირდება და თუ დავინახავ, რომ აქ არის ბევრი ნახვები, რა თქმა უნდა, მე გავაგრძელებ და პროგრამას ბოლომდე ჩავიყვან. თუ არ დავინახავ, რა თქმა უნდა, ვერ გავაგრძელებ ამ პროგრამაზე, ამ მასალებზე მუშაობას. გამოქვეყნებული პროგრამის მიხედვით, შემდეგი საკითხი არის ეგვიპტე, ჩვენ წინა საკითხებზე ვისაუბრეთ შუმერების და შუამდინარის გარშემო. ეგვიპტე ნილოსის ნობადს წარმოადგენდა, იმიტომ რომ მდინარე ნილოსი არის აქ სამდინარო ცივილიზაციის წარმომქმნელი. ძველი წელთაღრიცხვის მე-5000 წლებში ნილოსის ნაპირებზე უკვე გააჩნდა პატარა დამოუკიდებელი სახელმწიფოები. მათი გაერთიანების წყალობით კი ძველი წელთაღრიცხვის მე-4000 წლებში ეგვიპტეში ორი სამეფო ჩამოყალიბდა. სამხრეთში ზემო ეგვიპტე ჩამოყალიბდა, ხოლო ჩრდილოეთით ნილოსის დელტაში მდინარის დატოტვილ შესართავს ქვია ნილოსის დელტა ზოგადად ქვემო ეგვიპტე. დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 3000 წელს და ზოგიერთით 3100 წელსაც ზოგიერთი ვარაუდით ზემო ეგვიპტის მმართველმა მენესმა გაერთიანა ორივე სამეფო. ესე იგი მენესი იყო პირველი მეფე ფარაონი. გაერთიანების სამეფოს დედაქალაქი იყო მემფისი, ესე იგი დედაქალაქის პირველი მემფისი იყო. ამიერიდან ეგვიპტეს ფარაონები მართავდნენ, ეს იყო პირველი ცენტრალიზებული ნიშნავს ბავშვებო ერთ მმართველს, ერთი კაცი რომ მართავს, მხოლოდ სამეფო იყო ასეთი პირველი ეს სამეფო იყო სწორედ დედამიწაზე, რომელმაც 3000 წელი იარსება და ამ ხნის განმავლობაში ეგვიპტეში შეიცვალა 30-ზე მეტი დინასტია. დინასტიებს ნუმრავენ უბრალოდ მეცნიერები. და გამოყოფენ სხვა პერიოდს. ძველი სამეფოს პერიოდი ეგვიპტის ისტორიაში არის განსაკუთრებულად გამორჩეული, მას უწოდებენ აყვავების ხანას, ეს პირველი ეტაპი, ასე რომ ვთქვათ, მნიშვნელოვანი, ანუ პირამიდების საუკუნესაც. რადგან გრანდიოზულ პირამიდებს აგებდნენ ხოლმე და პირამიდები ალბათ გეცოდინებათ რაც არის, თუმცა შეგიძლიათ ნახოთ YouTube-ზეც დაედევს გრანდიოზული პირამიდები. და ეს პერიოდი დასრულდა მე-6 დინასტიის მმართველობისას, ეს ეპოქა. შემდეგ დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის მე-3000 წლების დასასრულს ეგვიპტის სამეფო დაეცა. პირველ სულ კი არა, ნაწილობრივ რა. ძველი წელთაღრიცხვის 21 საუკუნეში გამოჩნდა მაგარი ბიჭი, ეს იყო მენტუხეტეპი, ფარაონი ხდება და მან ხელახლა გააერთიანა ეგვიპტე, ესე იგი ეს შემდეგი ეპოქა არის, რომელსაც შუა სამეფოს ხანას უწოდებენ. არ დაგავიწყდეს, პირველზე ერქვა ძველი სამეფოს, ანუ პირამიდების ხანა, ახლა შუა სამეფოს ხანა არის, რომელმაც დაახლოებით 300 წელი, 3 საუკუნე ანუ იარსება და დაასრულეს მისი არსებობა ჰიქსოსების შემოსევებმა. ჰიქსოსები, მე აქცენტს ყურადღება. ჰიქსოსები აზიიდან მოსული ტომები იყვნენ, რომლებმაც ეგვიპტეთა დამარცხება მოახერხეს ახალი სამხედრო ტექნიკით, ბრჭყალებს რა თქმა უნდა, სამხედრო ტექნიკა. ეს იყო სამხედრო ცხენის გამოყენება და ეტლის სამხედრო ეტლის საომარი ეტლის გამოყენება, რასაც ეგვიპტელები არ იცნობდნენ და გაუკვირდეთ ის რა არის და დამარცხდნენ ადვილად. ძველი წელთაღრიცხვის მე-16 საუკუნეში ეგვიპტელებმა განდევნეს ჰიქსოსები და კვლავ აღადგინეს ქვეყნის ერთიანობა. ესე იგი, შემდგომი მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება მათ ცხოვრებაში და ამას უწოდებენ ახალი სამეფოს პერიოდს, ახალი სამეფოს ეპოქას. მეორნაირად მასაც იმპერიის პერიოდსაც უწოდებენ. ესე იგი, პირველი იყო ძველი სამეფო, მერე იყო შუა სამეფო და ახალი სამეფოს ეპოქა, პერიოდი, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა თუთმოს მესამის ფარაონობის დროს. და თავისი ძლიერის ზენიტს მიაღწია ამ პერიოდში ეგვიპტის სახელმწიფომ თუთმოსმა შექმნა ძლიერი არმია, ფლოტი, იგი აწყობდა დიდ შორეულ ლაშქრობებს აზიაში, დაიპყრეს პალესტინა, დაიპყრეს სირია და ფაქტობრივად ევფრატამდე მიაღწიეს, ანუ იმ ტერიტორიამდე, აი შუამდინარეთში რო გავიარეთ და ეს ტერიტორიები აღმოჩნდა მათ ხელში. თუმცა რა თქმა უნდა მასაც არ ეწერა დიდხანს არსებობა, დიდხანს კი ეწერა ახლა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მუდმივი არსებობა და მისი დაცემა იწყება უკვე რამზეს მე-3-ის მემკვიდრეების დროს. 8 ზედიზედ მემკვიდრე ჰყავდა და 8 მემკვიდრეს ერქვას რამზესი, ამიტომ ამ ხანას რამზესიტების ხანასაც ეძახიან, ესე ვთქვათ, სახელების გამო. მე-11 საუკუნეში ძველი წელთაღრიცხვისათვის ეგვიპტე გაიყოფა ორ ნაწილად, ისევ შიდა სამხედრო დაპირისპირებები არის, ხელთიგდეს უცხო ქვეყნების წარმომადგენლება, ძალაუფლება, მერე ძველი წელთაღრიცხვის მე-7 საუკუნეში ასურელებმა დაიპყრეს და ასურელებსაც ჩვენ გავივლით, იმიტომ რომ საკითხებში შედის ვერ შედიოდეს, რა თქმა უნდა, არ გაივლიდით. ძველი წელთაღრიცხვის მე-7 საუკუნის ბოლოსკენ ასურელები განდევნეს და ეგვიპტე კიდევ ერთხელ და ალბათ ამჯერად საბოლოოდ შეიძლება გაერთიანდა, როდესაც 26 დინასტია უდგება სათავეში მას. ძველი წელთაღრიცხვის 525 წელს სპარსეთის მეფემ შაჰმა დაიპყრო, იმიტომ რომ სპარსეთი იწყებს ამ დროს აღმოსავლეთში ბატონობას და თავის ერთ-ერთ სატრაპიად გამოაცხადა. შემდეგ უკვე რა თქმა უნდა სპარსეთის წაართვა ალექსანდრე მაკედონელმა და ასე დაასრულა, შეიძლება ითქვას, რომ ეგვიპტემ არსებობა. მმართველობის ფორმა გავიგეთ, რომ ფარაონები მართავდნენ, თუმცა იყოფოდა ქვეყანა ნომებად, ანუ ცალკეულ ნომებად და რელიგია საინტერესო იყო, რომ თითოეულ ნომს თავისი ღვთაება
ყავდა, აქაც ადამიანის სტანი და ცხოველის სტანი დაახლოებით შუმერებს ყავდა, დაახლოებით ახლა ბოლომდე არა. აქაც ყველა ნომის ცენტრში იდგა ესე იგი ტაძარი, რომელსაც ღვთისმსახური განაგებდა, ესეც დაახლოებით შუმერული სტილის იყო აქედან გამომდინარე. ფიქრობდნენ, რომ ეგვიპტელები წარმოქმნილი იყვნენ ღვთაება რა ყავდათ მათ, მთავარი ღვთაება ერთ-ერთი და ლოტოსისაგან იყო წარმოშობილი. და რა გარდა ამისა, როგორც უკვე გითხარით, ყველანოს თავისი ღმერთი ყავდა, თუმცა ძველი წელთაღრიცხვის მე-14 საუკუნეში გამოჩნდა ერთი ბიჭი, ამენჰოტეპ მეოთხე, რომელმაც ჩაატარა რელიგიური რეფორმა. საერთოდ რელიგიაში რაღაცა ცვლილება რო შეგვაქვს, ამას კი რეფორმა, რელიგიაში კი რა ნებისმიერ მმართველობაში და მან ერთღმერთიანობის კულტი შემოიღო და თვითონაც შეიცვალა სახელი, ამენჰოტეპ მენთუხეტები ერქვა და ეხნატონი დაერქვა. და ეხნატონი ნიშნავს, ასე ვთქვათ, ატონის რა ატონი ხო იყო ღმერთი და ატონის გამოსაყენებელ ადამიანებს. საინტერესო იყო მათი კულტურა, ჩვენ წეგან ვახსენეთ პირამიდები, პირამიდების იყო განსაკუთრებით განთქმული, თავიდან პირამიდებს ჰქონდა საფეხუროვანი ფორმა, პირველი პირამიდა ეკუთვნის ფარაონ ჯოსერს, შემდეგ მას ესე ვთქვათ მოპირკეთებული სწორი კედლების ფორმას იძენს ეს პირამიდები და განსაკუთრებით გამორჩეული იყო ფარაონ ხეოფსის პირამიდა და არის და ეს პირამიდები დღემდე შემორჩენილია და როგორც იცით, ალბათ 7 საოცრებიდან ერთ-ერთი საოცრება არის და საოცარია განსაკუთრებით ეს პირამიდა და აუცილებლად ნახეთ, თუ არ გინახავთ, როცა ცხოვრებაში იმოგზავნეთ ეგვიპტეში, ან როდესაც ასე იგი თქვენ ნახავთ YouTube-ზე შეგიძლიათ მოგეთ რომ ნახოთ ეს. ეს იყო შემდეგი გაკვეთილი, რომელიც თქვენ დაგჭირდებათ გამოცდებზე ჩასაბარებლად. ესე იგი, აყურებლობას მივაქცევთ, როდის წარმოიქმნა, რომელ ხეობაში წარმოიქმნა, ნილოს რა როლი ჰქონდა ამ ეგვიპტელების ცხოვრებაში, ვინ იყო პირველი ფარაონი, რა იყო დედაქალაქი, რომელ ეპოქებად იყოფოდა, რა კულტურა ჰქონდათ, რა რელიგია ჰქონდათ და ასე შემდეგ. მოკლედ, სხვებსაც გაუზიარეთ ეს ამბავი, იმიტომ რომ დავეხმაროთ სხვებსაც, არა მარტო საკუთარ თავს, რომ რაც შეიძლება ბევრმა აბიტურიენტმა მიიღოს წარმატება, პირადად შეგიძლიათ მომმართოთ, თუ ეს თქვენთვის საკმარისი არ არის და მხოლოდ 30 ქულა არ გყოფნით. კარგად იყავით.